მაშასე რეკლამა დასრულებულია, ვაგრძელებთ პირდაპირ ეთერში მუშაობას და გვერდება ჩვენი კიდევ ერთი სტუმარი, კოალიცია ცვლილებისთვის წარმომადგენელი მარიკა არევაძე ამჯერად ჩვენთან და გამარჯობა ქართულ მარიკა და მადლობა რომ შემოგვიერთით. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. ქართულ მარიკა, ქვეყანაში შექმნილ ვითარებას და ამ დროისთვის აქტუალურ პოლიტიკურ საკითხებს დაუთმობ გადაცემის ამ ნაწილსაც, თუმცა ვიდრე სხვა თემებზე ვისაუბრებთ, თქვენი კოალიციის სამი ლიდერია დაპატიმრებული, ნიკა გვარამია, ნიკა მელია და ზურაბ ჯაფარიძე, ამიტომ პირველ რიგში სწორედ თქვენს კოალიციაზე მინდა გითხოთ, აი როგორ მიდის საქმეები, როგორ ხართ და როგორ მუშაობთ ლიდერების გარეშე, ეს გითხარით, რამდენად შეიცვალა პარტიული და კოალიციური ყოველდღიურობა მას შემდეგ, რაც ეს სამეული, რომელიც ჩამოვთვალეთ, თქვენი პარტიის, თქვენი კოალიციის სამი ლიდერი, დამნაშავედ ცნო სასამართლომ და რუსთავის საპატიმროში, ასე ვთქვათ, გამოკეტეს. კი ბატონო, მადლობა ამ კითხვისთვის. პირველ რიგში აღსანიშნავია ის, რომ ნამდვილად ჩვენზე განსაკუთრებით ხორციელდება, ასე ვთქვათ, ის პოლიტიკური რეპრესიები, რომელიც რეჟიმმა დაიწყო უკვე პოლიტიკოსებთან მიმართებით. ჯერ იყო ზურაბ ჯაფარიძის დაკავება, ეგრეთ წოდებული წინასწარი პატიმრობის ფარგლებში, შემდგომ უკვე ნიკა მელიას უკანონო გატაცება და შემდგომ ასევე წინასწარი პატიმრობის ფარგლებში ჯერ ნიკა გვარამიას დაკავება და სამივე მათგანის დაკავება უკავშირდება სწორედ პოლიტიკურ რეპრესიებს, რადგან აბსოლუტურად უსაფუძვლოა ის ბრალი, რომელიც ფარგლებშიც დღეს უკვე გამამტყუნებელი განაჩენები არსებობს სამივე მათგანთან მიმართებით და ეს ეხება არალეგიტიმური პარლამენტის რაღაც არარსებული ეგრეთ წოდებული წულუყიანის კომისიაზე გამოუცხადებლობას, გარდა იმისა, რომ პოლიტიკური თვალსაზრისითაც ეს ინსტიტუცია ამ წუთას არის არალეგიტიმური და შესაბამისად ვერც კომისია ვერ იარსებებდა, ასევე იურიდიული, სუფთა ფორმალური იურიდიული თვალსაზრისითაც ამ კომისიას არ აქვს არანაირი შესაძლებლობა იმისა, რომ რაიმე გადაწყვეტილება მიიღოს ან მის მოქმედებას რაიმე იურიდიული შედეგი მოყვეს. თუმცა მივიღეთ ის მოცემულობა, რომელიც მივიღეთ შესაძლებლად ამიტომ ფერხდება კოალიციის მუშაობა. ადვოკატები პერიოდულად კი ახერხებენ, რომ გამოიტანონ დაპატიმრებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წერილები ციხიდან, თუმცა არა ყოველდღიურად და არა ყველა აქტუალურ საკითხზე, რასაც მიჩვეულნი ვიყავით მათი პოზიციების მოსმენას. კი ბატონო, ეხლა რომ გადავიდეთ როგორ მიმდინარეობს, რამდენად ნიშნავს იმას, რომ ქართულ ოცნებას გამოუვიდა და მიაღწია პოლიტიკური ოპონენტების განეიტრალების მისიას. ქართულ ოცნებას ვერასდროს გამოუვა, მე ამ შემთხვევაში საუბრობ ჩვენი პოლიტიკური კოალიცია ცვლილების სახელით, ვერასდროს გამოუვა ის, რომ ჩვენ გაგვაჩეროს ან ჩვენ შეგვიყვანოს მათი დღის წესრიგის ფარგლებში, ანუ გაგვაკეთებინოს ის, რაც მას უნდა და ეს გამოიხატება თანამშრომლობაში და ეგრეთ წოდებულ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში შესვლაში. სანამ ამ ნაწილზე გადავიდოდეთ, მანამ ასევე მინდა გავცე უშუალოდ იმ კითხვას პასუხი, რაც თქვენ დამისვით, როგორ მიმდინარეობს მუშაობა. მიმდინარეობს მუშაობა, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მდგომარეობის გათვალისწინებით და იმ პირობებში, რომ სამი ლიდერი ყავს დაკავებული, მაგრამ მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენი პარტია, კონკრეტულად პარტია ახალი, არის ადამიანებით, პროფესიონალი ადამიანებით დაკომპლექტებული, რომლებსაც შეგვიძლია მუშაობა შეუფერხებლად გავაგრძელოთ მათ შორის სტრესულ ვითარებაში და მათ შორის იმ პოლიტიკური რეპრესიების ფარგლებში, რომელსაც ჩვენ განვიცდით. ჩვენ ვართ, ასე ვთქვათ, ერთგული ჩვენი ღირებულებების და ნამდვილად ეს ბრძოლა არ გაჩერდება მანამ, სანამ არ დადგება გამარჯვება და ასევე ჩვენ გვაქვს გამართული სტრუქტურები, ჩვენ გვაქვს დელეგირებული უფლებამოსილებები და შესაბამისად ციხეში თუ ციხის გარეთ მუშაობთ კოორდინირებულად, ერთობლივად და ერთი მიზნისკენ მივდივართ. ზურაბ ჯაფარიძეზეც დაგისვავთ ერთ კითხვას და მე უკვე სხვა თემებზე გადავიდეთ. რამდენიმე დღის წინ ცოტა ხნით მიიყვანეს დედის პანაშვიდზე და აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და გია და ზურაბ ჯაფარიძეებს დედის გარდაცვალების გამო სამძიმარს გამოუცხადებ. კრიტიკა ახლავს მოკლედ იმ კადრებს, რომელიც ვნახეთ, როგორ მიარბენინებენ ხელბორკილებ დადებულ ზურაბ ჯაფარიძეს თითქოს მისი გარეთ ყოფნით საფრთხე ემუქრებოდეს საზოგადოებას. მარტივად კითხავთ, აი თქვენ რა ემოცია დაგიტოვათ ბადრაგის სამსახურის ერთგვარი გაძლიერებული შემადგენლობის თანხლებით ზურაბ ჯაფარიძის გადაადგილებამ და ვიდეომ, რომელიც გავრცელდა. კი არა მარტო ვიდეო, მე უშუალოდ იქ ვიყავი, როდესაც ზურაბ ჯაფარიძე მოიყვანეს დედის პანაშვიდზე. რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე კადრები იყო და მეც აქედანაც კიდევ ერთხელ მიუსამძიმრებ ზურასაც და გიასაც ასე ვთქვათ, დედის გარდაცვალებას და მოზიარე ვარ მათი მწუხარების. ძალიან მძიმე კადრები იყო, ანუ ის, რაც მე ჩემი თვალით დავინახე, როგორ მოიყვანეს, სულ 20 წუთით გააჩერეს, გაძლიერებული დაცვით, მართლაც და ხელბორყილებ დადებული. ზურაბ ჯაფარიძე, რომელსაც არავითარი კავშირი არ აქვს კრიმინალთან და არავითარ საფრთხეს არ წარმოადგენს.
მაგრამ ეს ყველაფერი ხორციელდება სწორედ იმ რეპრესიების ფარგლებში იმისთვის, რომ ადამიანები მორალურად გატეხონ უშუალოდ ის ადამიანები, ვინც ყავთ უკანონოდ დაკავებული და ასევე ის ადამიანები, რომლებიც ვიბრძვით გარეთ და ვაგრძელებთ ამ ბრძოლას, მაგრამ ეს არ გამოვა, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რა ბრძოლაში ვართ შესული, რამდენად გრძელვადიანია ეს, რამდენად მძიმე ბრძოლაა, ვიბრძვით და გავაგრძელებთ, ანუ გაცნობიერებული გვაქვს ეს ყველაფერი. Რა თქმა უნდა, მორალურად არის მომენტები, როდესაც სირთულეები დგება, მაგრამ მიზნამდე სანამ არ მივალთ ეს ბრძოლა გაგრძელდება და აქვე მინდა აღვნიშნო ის ოჯახის წევრები, ჩვენ შვილებს რას უკეთებენ, ხო, ეს რეჟიმის წარმომადგენლები, რომ როდესაც შვილი მშობელს ვერ ხედავს აბსოლუტურად უმიზეზოდ. მშობლები იკარგება ზურა გირჩი ჯაფარიძე მეოთხე პოლიტიკური პატიმარია, რომელსაც მშობელი და გარდაეცვალა, ხო, მანამდე სამი შემთხვევა იყო, ასეთი ბოლოს იყო სანდრო ცხადაძის, ეუნისე ცხადაძის მამა, რომელიც სწორედ ამ ამბავზე გადაყვა. ასევე გიორგი ახობაძის დედა, რომელიც ერთადერთი მომვლელი გიორგი ახობაძე იყო და ითხოვდა კიდევაც წინასწარი პატიმრობის, ანუ აღკვეთის ღონისძიების განხილვის დროს, რომ მომხდარიყო თუნდაც შინა პატიმრობა და ის არ მოშორდებოდა დედას იმ ოთახს, მაგრამ აი ესე მოაშორეს და გარდაიცვალა კიდევაც ქალბატონი. ეს ყველაფერი არის მძიმე დაღი, რა თქმა უნდა, მაგრამ ამ ყველაფერს თავის მხრივ ასევე მოყვება პასუხისმგებლობა იმ პირების, ვინც მთელ ამ უკანონო პროცესში არიან ჩართულნი. ხო, ყველა ბარიერ გადალახული ოპოზიციური ძალის, ოპოზიციური პარტიის თუ კოალიციის ლიდერი ამ დროისთვის ციხეშია, მინუს გიორგი გახარიასი, რომელმაც ასე ვთქვათ გაასწრო საზღვარგარეთ და ამ დრომდე უცხოეთში რჩება. ერთი კითხვა გიორგი გახარიასზეც მინდა დაგისვათ, მით უფრო რომ ის ბრიუსელიდან ასეთ განცხადებას აკეთებს კითხვაზე იმის შესახებ აპირებს თუ არა საქართველოში დაბრუნებას, მზად ვარ რომ ოცნებას ასე არ ჩაუბარდე, თუ აქ ვარ ეფექტური, აქ ვიბრძოლებ, თუ იქ ვიბრძოლებ და თუ ციხეში ვარ ეფექტური, ციხეში ვიბრძოლებ, ჯერჯერობით ჩემი ყოფნა ყველაზე ეფექტური არის აქ ამ ადამიანებთან იგულისხმება სწორედ ბრიუსელი და დასავლეთი, ზოგადად დასავლეთი. აი რა გაგვცა თქმელი გიორგი გახარიასთვის, რამდენად მისაღები და დამაკმაყოფილებელია მისი, ასე ვთქვათ, პოზიცია, რომელსაც ის აფიქსირებს. დღეს ბრძოლის ხაზი გადის აქ საქართველოში და აქ თითოეული ჩვენგანი ვახდენთ, ასე ვთქვათ, უკომპრომისო ბრძოლას და არ თანამშრომლობას. გიორგი გახარიას გადასაწყვეტია ბუნებრივია, საიდან მოახდენს ის ბრძოლის გაგრძელებას და აქ ვერავის ვერ მიუთითებს და ვერ ეტყვის, რომ ან ჩამოდი, ან ციხეში ჩაჯერ, არა, ყველას აქვს თავისი გზა ბრძოლის, მაგრამ აქ არის მნიშვნელოვანი რა, ბრძოლის რომელ გზას გავდივართ. ერთადერთი გზა, რომელიც ამ ბრძოლას გამარჯვებამდე მიიყვანს, ეს არის ართანამშრომლობის გზა. ეს არის უკომპრომისო ართანამშრომლობის და ბრძოლის გზა, ხო, რომელსაც ვახდენთ 8 პოლიტიკური პარტია, 8 პოლიტიკური სუბიექტი, რომლებსაც მოვახერხეთ ამ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მოცემულობის გარშემო, მიზნის გარშემო გაერთიანება, საზოგადოებასთან ერთად, რუსთაველის პროტესტის საზოგადოებასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, რეჟიმის პატიმრებთან და მათი ოჯახის წევრებთან ერთად და ამ ბრძოლით, ანუ ეს არის ის გზა, რომელიც მიგვიყვანს გამარჯვებამდე და ამ ნაწილში ძალიან მნიშვნელოვანია, კიდევ ერთხელ რომ აღვნიშნოთ, რომ სწორედ 19 ივლისს 19 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოსთან მოხდება შეკრება და მსვლელობა პარლამენტისკენ იმისთვის, რომ ამ უკომპრომისო ბრძოლის შესახებ კიდევ ერთხელ დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია, დავანახოთ როგორც ქვეყნის შიგნით არალეგიტიმურ ხელისუფლებას და ასევე ქვეყნის გარეთ ჩვენს მეგობრებს, ჩვენს პარტნიორებს, რომლებიც ფაქტობრივად ჩვენსთან ერთად იბრძვიან, ანუ ქართველი ხალხის გვერდით დგანან და ამაზე მიუთითებს თუნდაც ის ბოლო რეკომენდაცია და ბოლო წერილი, რომელიც იქნა მიღებული და რომლის ფარგლებშიც, ასე ვთქვათ, დამატებით საფრთხეები შეგვიქმნა ქართულმა ოცნებამ, რადგან სწორედ ქართული ოცნების, ასე ვთქვათ, პოლიტიკის შედეგია ის, რომ ჩვენთან დემოკრატიული უკუსვლა, ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევა არის, აღარ არსებობს კანონის უზენაესობა, ხომ? ამ ყველაფერმა გამოიწვია ის, რომ ჩვენ აღარ ვართ იმ სტანდარტის ქვეყანა, რომელიც ღირსია და იმსახურებს ევროკავშირის წევრ ქვეყნად გახდომას, ხო? და ამ ევროკავშირის წევრობას
ახლა სწორედ ის ბენეფიტები, ის შესაძლებლობები, როგორც უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით, ასევე მატერიალური შედეგები ახლავს ამ ყველაფერს. ვიზა ლიბერალიზაციას ემუქრება საფრთხე. ვიზა ლიბერალიზაციას რო საფრთხე ემუქრება, ეს არის სწორედ ქართული ოცნების, აი ამ პოლიტიკის მიტაცებული ხელისუფლების, ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის, დაუსჯელობის, კორუფციის, აი ამ ყველაფრის შედეგი, აი აქამდე მივყავართ ჩვენ ქართულ ოცნებას და ვიზა ლიბერალიზაციას რაც შეეხება ქართულ მარიკა ევროკომისია, როგორც ვთქვით, ქართულ ოცნებას წელს უგზავნის, რომლითაც აგვისტოს ბოლომდე 8 რეკომენდაციის შესრულებას მოითხოვს წინააღმდეგ შემთხვევაში კი საუბარია სწორედ იმაზე, რომ საქართველოს შეუწყდება უვიზო მიმოსვლა, შესაბამისად, აი საინტერესოა რა მოლოდინები გაქვთ გამომდინარე იქიდან, რომ ქართული ოცნების წარმომადგენელთა განცხადებები უკვე მოვისმინეთ ევროკომისიის წერილთან მიმართებაში და მოვისმინეთ განცხადებები, რომ ეს არის ასე ვთქვათ შანტაჟი საქართველოს ხელისუფლებაზე, რომელიც მათზე ვერ იმუშავებს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რა ფინალი ექნება, როგორ ფიქრობთ, ქართულ ოცნებასა და ევროკავშირს შორის აი კონფრონტაციულ ფონს, რომელიც ახლა შექმნით? მოდი დავიწყოთ იმით, რომ ქართული ოცნების რეჟიმის პირობებში ფაქტობრივად გამორიცხულია, რომ საქართველო გახდეს ან ევროკავშირის წევრი ქვეყანა და ცივილიზებულ სამყაროს შეუერთდეს. ეს არის გამორიცხული. მნიშვნელოვანია, რომ ის ცვლილებები, რომლებსაც ასე ვიბრძვით, დადგეს რაც შეიძლება მალე, მანამ სანამ ისეთი ნაბიჯები იქნა გადადგმული, რომელიც შეუქცევადად დააზიანებს ამ ქვეყანას. რა თქმა უნდა, გამოსწორება ყველაფრის შესაძლებელია, მაგრამ ამ გამოსწორების პროცესში წავა ის წლები, ჩემი, თქვენი, ჩვენი თაობის, ხომ, რომელიც უკან ვეღარ დაბრუნდება, მაშინ როდესაც ჩვენ შეგვიძლია, რომ ეს წლები გაცილებით განვითარებულ, ცივილურ და გაუმჯობესებულ ქვეყანაში გავატაროთ, ხომ? უვიზო მიმოსვლას რეალური საფრთხე აქვს შექმნილი და რატომ აქვს ეს საფრთხე? იმიტომ რომ ის ტარგეტირებული, ასე ვთქვათ, სანქციები, რომელიც ევროკავშირი აპირებდა, რომ აპირებდა და აპირებს, რომ დაუწესოს ადამიანის უფლებების მასობრივ ღლევაში მონაწილე პირებს, პოლიტიკოსებს, მოსამართლეებს და ასე შემდგომ, ანუ ამ ადამიანებს აქ ვერ ხდება, ასე ვთქვათ, ვიქტორ ორბანის გამო, რომლებთანაც თანამშრომლობს ქართული ოცნება, რომ დაისაჯონ ის ადამიანები, ვინც უშუალოდ ახდენს დემოკრატიის უკუსვლას, კანონის უზენაესობის რღვევას ჩვენს ქვეყანაში, რაც ამ მოსახლეობის უდიდესი ნაწილის სურვილია, მაგრამ სწორედ ამაში ორბანის ხელით უშლის ხელს ქართული ოცნება. ეს იწვევს რას? ეს იწვევს იმას, რომ ევროკავშირი ფიქრობს, რა ინსტრუმენტების გამოყენებით შეუძლია ქართველი ხალხის დახმარება, ერთი და მეორე, აფასებს ქვეყანას, ხომ, რამდენად შესაძლებელია, რომ ესა თუ ის ქვეყანა აკმაყოფილებდეს იმ სტანდარტს, რომელიც იძლევა შესაძლებლობას, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ეხლა ქვეყანა, სადაც კანონის უზენაესობა არ არსებობს, სადაც ადამიანის უფლებებს არ ყვევენ, სადაც შერჩევითი სამართალია, სადაც ადამიანის სამართლიანობას და სამართალს ვერ მიაღწევს, სადაც კორუფცია ყვავის, ვერ გახდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა და შესაბამისად ამ ქვეყნის მოქალაქეები ვერ ისარგებლებენ იმ სიკეთეებით, რომელიც ევროკავშირის წევრობას ახლავს და ამიტომ ეს ბრძოლა არის ძალიან მნიშვნელოვანი გარდამტეხი ჩვენი პრინციპულობით და არ თანამშრომლობით აუცილებლად უნდა მივიყვანოთ ეს ქვეყანა და ეს ბრძოლა გამარჯვებამდე და რაც მალე დადგება ეს შედეგი მით უკეთესია. ამიტომ ყველას 19 მათ შორის 19 ივლისს ველოდებით თესეუს პირველ კორპუსთან, თესეუს ეზოსთან და შემართებით გაუტეხლად გავაგრძელოთ, მივიყვანოთ ეს ჩვენი ქვეყნისთვის ბრძოლა ბოლომდე. მადლობა იმისთვის, რომ ვიყავით ჩვენი სტუმარი, მემშვიდობებით კოალიცია ცვლილებისთვის წარმომადგენელ მარიკა არევაძეს. დღის ნეოსრომიც ამით დასრულებულია, თუმცა მე მხოლოდ რამდენიმე საათით დაგემშვიდობებით. დღეს ხუთშაბათია, შესაბამისად საღამოს 9:30 უკვე თავისუფალ სტუდიაში ჩავხვდებით ერთმანეთს ასე რომ დროებით.